შვიდი პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 30 ნოემბერი 2015 წელი. მოახლოებული ცვლილებების შესახებ. მოგესალმებით ჩვენ უძვირფასო ძმებო და დებო. ჩვენ ისევ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ დედამიწის ნატიფი დონი და სიახლეები. ახლა იქ მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები და მთავარი მათგანი დედამიწის მიერ ფოტონური სარტყლის მეორეჯერ გავლა. ეს გამოიწვევს ახალ სპონტანურ მოვლენებს თქვენს პლანეტაზე და ასევე შესაძლებელია უჩვეულო შეგრძნებები ჰქონდეთ ადამიანებს ფიზიკურ და ფსიქიკურ დონეზე. ალბათ ბევრმა თქვენგანმა ეს უკვე იგრძნო. ახლა მიმდინარეობს ერთგვარი გამორჩევა ყველაფერი ძველი სტრომოჭმულისა და დუალური სამყაროს ატრიბუტის არის შემდგომაც იბადება ახალ. ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც ადამიანთა ცნობიერებაში, ასევე მათ ფიზიკურ სხეულებშიც, რაც ვლინდება მათი დნმ-ის სტრუქტურის ცვლილებით. მიმდინარეობს ის, რასაც უწოდებთ გარდამავალ პერიოდს, როდესაც თქვენ პლანეტაზე აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება. თქვენ ხედავთ თუ თვალსა და ხელშუა როგორ იცვლება კლიმატი მთელს დედამიწაზე, როგორ იცვლება მისი ლანდშაფტი, მიწისძვრების, წყალდიდობებისა და ვულკანების ამოფრქვევების შედეგად. ეს მხოლოდ დასაწყისი, რადგანაც ახალი ვერ დაიბადება ძველის ადგილზე. საჭიროა განადგურდეს ეს ძველი ან შეიცვალოს ის. რატომ გეუბნებით ამის შესახებ? საქმე ისაა, რომ ახლა უკვე აღარ მუშაობს თქვენი ჩვეული მოქმედებები. იმისათვის, რომ გადარჩეთ, საჭიროა მიიღოთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები, იაზროვნოთ სხვა კატეგორიებით, რომლებიც ცდება მესამე განზომილებას. რას გულისხმობთ? პირველ რიგში თქვენ უნდა შეხედოთ სამყაროს მომავლის ადამიანის თვალებით, ან დაინახოთ მისი განვითარების პერსპექტივები, არა თქვენთვის ჩვეული შაბლონებში, არამედ განალაგოთ მისი ყველა პუნქტი ღვთაებრივი კანონების მისაღებით, ანუ სამყაროს კანონების მიხედვით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანთ ბედნიერ და ჰარმონიულ ცხოვრებამდე, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე. მეორე მხრივ, თქვენ უნდა მიისწრაფოდეთ იმისაკენ, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანმა სრულფასოვნად გააცნობიეროს საკუთარი თავი ერთიან და განუყოფელ ღვთაებრივ ორგანიზმად. ასევე ყოველთვის გახსოვდეთ იმის შესახებ, რომ მის ერთ-ერთ ორგანიზმში მცირე დაზიანებაც კი წამია დაისახება მთელს ორგანიზმზე. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. ასეთი უნდა იყოს მომავლის ადამიანის დევიზი. მესამე მხრივ, ჩვენ გსურთ შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ხართ მარტონი ამ სამყაროში. ბევრი პლანეტა დასახლებული ასეთივე გონიერი არსებებით და ბევრი მათგანი მრავალჯერ უსწრებს ადამიანის სულიერი განვითარების თვალსაზრისით და ტექნოლოგიურადაც. თქვენ უნდა იყოთ მზად სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტის დასამყარებლად, როგორც მეგობრულებთან, ასევე ერთგვარ ოპოზიციაში მყოფებთან. უმეტესი მათგანი გაგვირდებათ ინტერესსა და იმედით. ასე რომ გაამართლეთ ეს იმედები ჩვენო ძვირფასებო, აჩვენეთ თქვენს გალაქტიკურ ძმებს, რომ ადამიანობა საამაყოა, რომ ის ამართლებს თავის ღვთაებრივ წარმოშობას და რომ სადაა შევიდეს თავის გალაქტიკურ ოჯახში თავის ძმებთან ერთიანი უფლებებითა და კეთილი განზრახვებით. ამაზე გავჩერდებით დღეს. შვიდე პლანეტის უხუცესთა საბჭოს აუბრუნდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.